მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც განსაცდელში ნახავთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ ყველა პატიმარს, უცხოეთში მყოფ ადამიანებს და ჩვენ პატრიარქს მინდა სიხარული და ყველაფერი კარგი უსურვო და სანამ ეგ ადამიანი იდგება რაღაცა კლდესავით, ჩვენ ვერაფერი ვერ მოგვერევა. რაღაცა ჩვენ უდიდესი მფარველი ყავს მისი სახით და მასზე არის გადმოსული ღვთისმადლი უდიდესი, რომელიც გვიცავს ჩვენ და გვიფარავს და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი პატრიარქი ყავს, ხვალ უსრულდება 48 წლის თავი პატრიარქობის და შევეცადე რომ ყველაზე ახლოს ვინც იყო პატრიარქთან აი იმ დროიდან ჯერ კიდე ის მამები მომეწვია და მამა გიორგი ჩაჩავა და მამა ალექსანდრე ბოლქვაძე მეყოლებიან აუცილებლად დღეს სტუმრად სხვადასხვა მადლობა რომ 2 საათი ესეთი პატრიარქს უთმობთ ამ დროს იმიტომ რომ უწმინდესი მოღვაწეობის შესახებ ვილაპარაკო იმიტომ რომ ბევრმა არ იცის ბევრმა იცის მაგრამ რაღაც რაოდენობა მარც იცის ხო რამდენი რამ აქვს გაკეთებული და რა აქვს გადანატანი საერთოდ ჩვენ პატრიარქს და როგორ მოდის აქამდე ხო და ჩვენ ეკლესიას სამწუხაროდ ჩვენ და ვიზიარებ აუცილებლად იმას რომ მამა აკაკი რო გარდაიცვალა რა თქმა უნდა გუშინ დაუგზალეთ და ნუ ამ ტკივილს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვიმსუბუქებს და დღეს კიდე მამა გაბრიელ ასათიანი რომელიც იყო ადამიანი რომელიც უწესიერესი კაცი უცბად სიმსიმე აღმოაჩნდა და ესე გარდაიცვალა მამა ვახტანგ ასათიანის ხორციელი ძმა უწესიერესი კაცი მთელი ოჯახი ესეთი წესიერები არიან და ასეთ უზიარებ მის ოჯახს რა ვიცი ყველაფერი გაკეთდა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და ვერ ერევი ამ ყველაფერს და ჩვენ ეხა არ მინდა რომ რაღაცა ისეთ მძიმე ნოტაზე გადავიდეთ მამა ერთ-ორ სიტყვის და მე შემდგომ აუცილებლად ეს პატრიარქის შესახებ მინდა რომ ვისაუბროთ მამა დაგლოცეთ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგწადეთ ძლიეროთ ჩვენ ახლა ცით აი ასე ერთად მოვდივართ და უკვე პრაქტიკულად წელიწადიც დამთავრდა და ჩვენ მივედით ასეთ სერიოზულ თარიღამდე მაგრამ მაინც მინდა ორი სიტყვით გავიხსენო მიცვალებულები რომელსაც ჩვენ ვიცნობდი მამა კონსტანტინე მელიქიძეს ვიცნობდი მე 80-იანი წლებიდან ვიცნობდი მათ მამას მეუფე კონსტანტინეს და მამა აკაკის ვიცნობდი მის ძმას ისინი სასულიერო პირები არიან და ანუ ძალიან ხანგრძლივი ნაცნობობა გამაჩნია მათთან მამა ბასილი ასათიანი როგორც მისი ძმა ჩემი სტუდენტები იყვნენ და ნუ მისი ძმა იყო უფროსი მაგრამ მამა ბასილი ახალგაზრდა იყო და გაბრიელი მამა გაბრიელი ახალგაზრდა იყო და ძალიან მეწყინა ახლა რო გავიგე ეს სამწუხაროდ ეს კიბო არავის არ და მინდა მათ ოჯახების მიუსამძიმრო მრევლს ყველას იმიტომ რომ ჩვენთვის საყვარელი პიროვნებები იყვნენ და მე ეს ძალიან რა თქმა უნდა და დიდი რამ აქვს ჩვენი ეკლესიასაც გაკეთებული რა თქმა უნდა თავისთავად აბანო გადმოკეთებული აქვს ეკლესიას მამა ვახტანგს და რამხელა რაღაცა მამა ვახტანგის გაკეთებული კი ეს მე მახსოვს და მე მინდა გითხრათ რომ მაგრამ საქმე იმაშია თან ორივე თქვენი სტუდენტები ხო ორივე და 90-იან წლებში როცა გაიხსნა აკადემია პირველად თბილისში მაშინ ისინი მათ ჩააბარეს ორივემ და მე მინდა გითხრათ რომ მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ გჯერა რომ ისინი აი იმ ზეციურ საქართველოში გადავიდნენ იქ და იქიდან გაგვაძლიერებენ ჩვენ იმიტომ რომ ძალა მარტო ზოგს გონია რომ ერთხელ ბრეჟნევს უთხრეს რომ იცითო რომის პაპიო ჩვენს წინააღმდეგარიო და ბრეჟნევმა კითხა და იმასო რამდენი ტანკი აქვსო რომის პაპსო ანუ ის ძალას ტანკებით საზღვრავდა ხო და მაგრამ ჩვენ ტანკებით არ საზღვრავთ ჩვენ აი იმ ადამიანებით რომლებიც არიან იქ და იქნებიან ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მეოხები ღმერთის წინაშე იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ხდება სასუფეველში ეს უკვე წმინდანის ნაირსახეობა იმიტომ რომ თუ ადამიანი მოხდა სასუფეველში ხო
არაწმინდა ადამიანი ვერ მოხდება. ესე იგი, სასუფეველში ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფება სასუფეველში, მისი სტატუსი იმდენად დიდია, იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით მართლმადიდებლური მწამსიდან, რომ ამათ აქვთ საშუალება, რომ იყვნენ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, ჩვენი მეოხები ღმერთის წინაშე. ხო. ამაი თუ შეიძლება ძალიან დიდი ბოდიშით ერთი კითხვა მინდა დაგისვათ სანამ მე უწმინდეზე კითხავთ აუცილებლად რომ ძალიან დიდი ადამიანები მიდიან ხა თქვენ მაგალითად ცოტა ახალ ადრე ხო 40 და 50 წელია მსახურობთ ეკლესიაში თქვენ დროსაც მიდიოდნენ ამას როგორ ავსებდით მამო ეხლა თქვენ ეხა ისეთ სტარტსებს იცნობდით და მამა ფილარიტიდან მოყოლებული მათთან ურთიერთობა გქონდათ ეხა ეს წმინდა ადამიანები რომ მიდიოდნენ სიტყვაზე მამა ვიტალი ისინი წარმოგიდგენთ მამა გაბრიელთან ერთად წარმოგიდგენთ მსახურობდა მამა წმინდა მამა გაბრიელთან თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ უნდა შეივსო მინ ადამიანებმა იმიტომ რომ აი ხა გუში რომ მამა აკაკი გარდაიცვალა მაგალითად ეს უდიდესი მამა მართლა აი პირადად რო არ გამომეცადა მასთან ურთიერთობა რომ აი უდიდესი ერთ-ერთი მამა მოღვაწი მართლა საქართველოსთვის არავის არ აქვს არც ერთ მთავრობას და სახელმწიფო მოღვაწს არ აქვს გაკეთებული ეხლა მით უმეტეს რაც მას ქონდა ხალხისთვის მამაო განაკეთებული წარმოგიდგენ ამდენი ადამიანი სასუწაკვეთილი გამოყვანილი ყავს მდგომარეობიდან მამა თუ შეიძლება მამაო როგორ შეივსონ აი თქვენი დარიგება გჭირდება. ესე იგი, როგორ არის, იცით? პირველში ეს არის ღმერთის ხელში, იცით? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არავინ არ ვიბადებით. დიახ. ну შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დაბადებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალებით იბადებიან, მაგრამ როცა საჭირო არის ღმერთმა რა თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, მე ქვებისგანო შვილებსო ხვდი, აბრამის შვილებსო შექმნიო. ანუ რა ხდება, იცით, ადამიანი ცხოვრობს და ხშირად მას არა გამოჟღავნილი თავისი შესაძლებლობები და როცა საჭირო არის და ღმერთი მოიხმობს მას ის აძლევს იმას ძალებს შესაბამის ძალებს აი დაახლოებით იცით როგორ არის როდესაც აი ომის დროს ხო ხდება ხანდისან რომ მოხდებოდა ისე რომ ძალიან კაი მეომრები დაიღუპებოდნენ და უცბად ამ დროს ისეთი ადამიანები რომლებიც თითქოს არასდროს პრეტენზიები არ ქონდათ რომ ისინი მეომრები არიან ან რაღაც დიდი ისეთი ნიჭით სარგებლობდნენ გამხდარან ძალიან ძლიერი მეომრები გამხდარან ანუ რა ხდება ღმერთი აძლევს იმ ძალას აი იგივე მეფე დავითი რო ჯერ პატარა ბავში იყო, ბიჭი იყო, ახალგაზრდა, თხებს წემსავდა და მე გამოვიდა და ის გოლიათი რო წააქცია. ანუ რა ხდება? ღმერთს შეუძლია ნებისმიერი ჩვენთაგანი შემოსოს, ну ვისაც ჩათვლის საჭიროდ, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის გულებს ხედავს. პირველ რიგში. ღმერთი ადამიანის გულებს ხედავს, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ ახლა აი როდესაც მე იცით ჩვენ რომ ნახავთ სახარებას თუ წავიკითხავთ ჩვენ დავინახავთ რომ არის სახარებაში ისეთი ადგილები სადაც ქრისტე ეუბნება ვიღაცებს რომ წადიო მე შენ გაპატიე შენი ცოდვები ნაპატიები არის და იმათ ქრისტეს ეს არ უთხოვიათ ქრისტესგან მაგრამ ქრისტე პატიობს მათ აი გინდათ ის ქალი რომელიც მოდის ტირის და ფეხებს ბას მაგრამ მას აი ესე ვერბალურად არ უთხოვია რომ მაპატიო როდესაც წადი შენი ცოდები ნაპატიები არის ან 10 კეთროვანი როცა განკურნა და ასე შემდეგ ანუ ქრისტე პატიობს ან როცა ქრისტემ თქვა რომ აი ის მეზვერე და ფარისეველის შორის ის მეზვერე გამართლებული გამოვიდა ანუ რა ხდება აქ ესე იგი ღმერთი ხედავს ადამიანის გულს ხედავს და უკვე ის ხედავს რომ მისი გული უკვე ისეთ მდგომარეობაში იმყოფება რომ ის თვითონ ეხლა ჩვენთან როგორ ჩვენთან არის პროტოკოლი ხო რომ ადამიანი უნდა მოვიდეს თქვას რომ აი მამაო ვაღიარებ ჩემ ცოდვებს ვინანიებ და მეხმარე რომ კარგად მოვინანიო და მაშინ ჩვენ მას ვეხმარებით და
ქრისტეს ეს არ სჭირდებოდა, რომ ის ადამიანის გულს ხედა და ხედავდა, რომ ეს გული უკვე ისე არის ნაწამები და ისეთი უკვე განადგურებული არის, რომ ის ამბობდა, რომ შენ ნაპატიები ხარო. ანუ ღმერთი იდეალურად ხედავს ყველა ადამიანს, მის პოტენციალს ხედავს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეცეთ საქმე იმაშია, რომ არის სულიწმინდის მადლი, რომელიც ღმერთმა დატოვა ამ დედამიწაზე, გამოაგზავნა თავის მაგივრად, მაგრამ ხო თქვაო, კარგია რომ მე წავიდეო. რომ მე თუ წავალო, აქ მოვა ნუგეშის მცემელიო. ანუ სულიწმინდის მადლი. და როცა არის სულიწმინდის მადლი, ანუ სამების მესამე წევრი მოვიდა და არამც თუ მოვიდა, დაემკვიდრა ჩვენ შორის. და აქედან და წმინდა გხო. ხო, და ისა. და აქედან გამომდინარე, ყოველთვის როცა იქნება საჭირო, ღმერთი გამოგვიჩენს იმ ახალ გმირებს, მართალია ის ადამიანები, ვინც მიდიან, მათთან ერთად მიდის აი ეს ეპოქა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს როგორ არ უნდა წავიდეს, მე მწყინს ძალიან. ეხა აი მაგალითად მაინტერესებს რა იცით, რომ აი მაგალითად ხო, ახალი ცდილობს რაღაცა თავის და იმას აკეთოს, დათესოს რა. ყოველთვის ხო იცით ადამიანი აპარტავანია და უნდა რომ მისგან იწყებოდეს. აი ხა თქვენ მაგალითად მამა გაბრიელი რო გარდაიცვალა. თქვენ ცხეთაში ხო იქ რო ჩადიოდით ის აღარ იყო თქვენთვის. აი ეს როგორ გადაიტანა ეს სიტყვაზე ვიღაცა იცით რა ის მარტო ცხეთაში არა, მამა გაბრიელი ხშირად სიონში იყო. მე უფრო მეტად სიონში, აი ეს როგორ შეივსო. მე უფრო მეტად 80-იან წლებში მამა გაბრიელთან ეს მერე გადმოვიდა მამა გაბრიელის ცხეთაში, თორემ 80-იან წლებში როცა მე სემინარიაში სწავლობდი და მინდოდა მამა გაბრიელთან შეხვედრა, ჩვენი შეხვედრის ადგილი იყო სიონი. სიონის ტაძარი იყო. გეუბნებოდათ ხოლმე ეგ მოვალ და მოდი. არა, არც მეუბნებოდა, რომ მივიდოდი იქ იყო. იქ იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით როცა იმიტომ რომ მე ხო სტიხაროსანი ვიყავი და გასაგები იყო, რომ მასაც პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი ესეთი განცდები ჰქონდა და ის ყოველთვის მოდიოდა იქ, როცა პატრიარქი მოდიოდა და პატრიარქის მსახურება იყო, ის ყოველთვის იქ სიონში უკან იდგა და ეზოში ან ადრეს სანამ ლოცვა დაიწყებოდა და უკვე ის ყოველთვის სიონში იყო და მე რომ მოვიდოდი ჯერ გავესაუბრებოდი ეზოში მას, მე შევდიოდი ვიწყებდით მომზადებას ლოცვისთვის და ანუ ძირითადად სიონში იყო და რა თქმა უნდა მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ჩვენი გული არის იცით როგორც აი კედელი. და იქიდან როცა რაღაც აგურს ამოიღებ, იქ სხვა რაღაცა ვეღარ, ის უკვე ცარიელი რჩება. ის ცარიელი მას ვერავინ ვერ შეავსებს უკვე. მოდიან ახლები, ახალი ხარიზმით, კი ბატონო. მაგრამ აი ეს ძველები ვინც მიდიან, რა თქმა უნდა, იმად მიაქვთ აი ეს მადლი, აი ეს სიკეთე, რომელიც აქვს და ტოვებენ აი ეს თავისი კეთილი საქმეები და კაი მეხსიერება და რაც თავარია ჩვენ ხლა გიგ მამა გაბრიელი, ხო? კი, ჩვენ ძალიან გვიყვარს მამა გაბრიელი, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ კი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, მაგრამ თავისი გარდაცვალების შემდეგ მან უფრო მეტი გააკეთა ვიდრე სიცოცხლეში. ხო, იმიტომ რომ ის წავიდა იქ, მოხდა სასუფეველში, აღიარებული იქნა და მას მიეცა ძალა, უფრო მეტი ძალა, იმიტომ რომ სანამ ჩვენ სხეულში ვარ, ჩვენ იმდენი ძალები არ გაგვაჩნია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სული ბლოკირებულია ჩვენ ცოდვილ სხეულში. ადამის და ევას პირვანდელი ცოდვით შეპყრობილ სხეულში. და კიდე ჩვენით დამატებული ზემოთა. და მე კიდე მატულობს ეს თავისთავად. და აქედან გამომდინარე, როცა წავიდა იქ მამა გაბრიელი, იქიდან აქაც ბევრი სასწაულია გაკეთებული, მე მახსოვს, როცა მან ისინი რო გაიქცნენ ფუტკრები და ილოცა და დააბრუნა გაქცეული ფუტკრები უკან სკაში და შესაძლოა და ბევრი სხვა რაღაცა, მაგრამ ეს ბეთანიაში მოხდა. ბეთანიაში მოხდა. ხო და მაგრამ საქმე რაში არის, რომ წავიდა იქ მისი სასწაულების რაოდენობა 1000-ად გაიზარდა. რომ მისი შესაძლებლობებიც გაიზარდა. ამიტომ იქ წასვლა ეს არ არის რაღაცა სასჯელი, რაღაცა შეზღუდვა პირიქით. თუ შენ კარგად წახვედი იქ და კარგი შედეგებით მიხვედი, იქ შენ მერე ისეთი დონე და ისეთი შესაძლებლობები გეძლევა, რომ უფრო მეტი ვიდრე აქ გაქვს. და აქედან გამომდინარე და ასე არის, იცით? აი მე მინდა გითხრათ, რომ
ისტორიულად ჩვენ ვიცით რომ მოციქულებმა რამდენი ეპისტოლები დაწერეს, რამდენი იქ ადაგეს, რამდენი მოღვაწეს, რამდენი მოგზაურეს, მაგრამ არის კვლევარების ზოგიერთი კვლევარების ისეთი გათვლა რომ როცა ისინი მოწამეობრივად გარდაიცვლნენ თავისი გარდაცვალებით ბევრად უფრო მეტი ხალხი მოზიდეს ვიდრე მთელი თავისი ეპისტოლებით და მთელი ამ ქვეყნიური მოღვაწეობით. აი ეს არის ჩვენი ქრისტიანების ეფექტი. ეს არის ძალა, იმიტომ ამბობენ რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ვინც ჩვენ სხეულს მოკლავსო. თავარია სული გადარჩეს. და აქედან გამომდინარე, როცა ადამიანის სხეული აღარ არის, ეს არაფერს აღარ ნიშნავს. ანუ ისე ვამბობ, ძალიან ბევრი სერიოზული მკვლევარი, საფრთხისმეტყველო მკვლევარი ამტკიცებს, რომ ამათმა თავისი მოწამეობრივების გარდაცვალებით უფრო მეტი მოიყვანეს მრევლი მოზიდეს, ვიდრე იქამდე სანამ ისინი ამ ეპისტოლებს წერდნენ და დადიოდნენ და კი, მაშინაც ძალიან ბევრი გააკეთეს, უზარმაზარი შრომა ჩაატარეს, ესე იგი არ ეძინათ, არ ჭამდნენ, არ სვავდნენ და იყვნენ ამით დაკავებული, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული არის შეზღუდული. ხშირად არის, როცა პავლე წერს, აი ძალიან მინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვდივარ. იმიტომ რომ ადამიანი ჩვენი სული ლოკალიზებული არის ჩვენი სხეულით. ქრისტესაც უნდოდა და ბევრ ადგილას უფრო მეტად მისვლა და მაგრამ მიუხედავად რომ ეს იყო ღმერთი, ის იყო ლოკალიზებული სხეულში. და სხეული ლოკალიზებულია 24 საათში. ხო? და საბოლოო ჯამში იღლება. ჭამა უნდა სითხის მიღება უნდა, ცოტა დასვენება უნდა. აი ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ადამიანური ბუნებაზეა საუბარი, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვცდენოდა და ეთქვა რომ მეც თქვენაირი ვარ, თორე ღმერთს ოდომებოდა ყველაფერს იზამდა. უბრალოდ ეს არ უნდოდა ჩვენები. ხო, მაგას რო გაიგო. როგორ არის? იქ ძალიან რთული ამბავი არის, იქ არის პროპორციები, აი ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიების და ღმერთი სპეციალურად არ აკნინებდა, არ წერთ ბუნებას. და ჩვენ ხედავთ, აი დაუშვათ, როდესაც ისინი ნავით მიდიან, აი სანამ იზრო დაიწყებოდა მღელვარება, იქ რა წერია, რომ ქრისტეს ეძინა ნავში. ნავში ეძინა. ანუ ისეთი დაღლილი იყო, რომ უკვე იმხელა ტალღები იყო, ხო თითქოს იცი წარმოვიდეთ, როგორ აქანავებს, ხო, იმ ნავს, პატარა ნავს, ხო, დიდ ტალღებზე ახლა და ესენი უკვე შიშისგან არიციან რაქნან მოციქულება და ქრისტეს ძინავს. რას იშოს, რომ დაღლილი იყო, ეძინა. ანუ ჩვეულებრივად, ანუ როცა ქრისტე საჭესთან არ არის და შენ ხარ, ხო? ანუ აი შენ ცხოვრებიდან ისე გამომდინარე მამაო როგორია, რომ აი ღმერთი არ ყავდათ იმას, რო ეთქვათ ღმერთს, აი გეხოცები, შენი ყავს. ანუ როცა ადამიანს მაგრამ მე გამომიძეს, ხო? კი, ხო, როცა ღმერთს მიაძინებ ადამიანი, ხო, ეგრე იქნება. ანუ შენ, ანუ აქ სხვა გადატანით მნიშვნელობაში, ხო მამაო? მაგრამ საინტერესო მომენტია სხვა. აქ ჩაზრო ნებისმიერი სული, რომელიც ხდება სხეულში, ის ლოკალიზებული არის სხეულით. და როცა სული თავისუფლდება და ბრუნდება იქ, სადაც ჩვენ ყველაზე კარგად ვართ მორგებულები, სადაც საარსებოდ ვართ გაჩენილები, აი იქ უკვე ჩვენი შესაძლებლობები ბევრად უფრო გაზრდილი არის. იმიტომ რომ ჩვენი სხეული არ არის ბოლომდე სრულყოფილი, ჩვენი თვალი გვატყურებს, თქვენ შეგიძლიათ ვიღაცა დაინახოთ და გეგონოთ რომ თქვენი ნაცნობია და თურმე უცნობი კაცია დაემსგავსოთ. ხო, ან რაღაცა სიტყვა გაიგოთ და სხვანაირი სიტყვა იყოს, ხო? განსაკუთრებით თუ სხვენა არის და იქ ძალიან ძნელი არის შენთვის უცხო არ უნდა იყოს. ამიტომ ჩვენი სხეული არის ძალიან შეზღუდული მაგხრივ. და ამიტომ მათი გადასვლა იმ სამყაროში, ღვთისასუფეველში, ნუ ჯერ რა თქმა უნდა 40 არ არის გასული, ეს იმას არ ჩვენ არ უნდა იცით კი, რა თქმა უნდა ადამიანური ბუნებით ჩვენ ტკივა რაღაცა, მაგრამ რომ ვთქვათ რომ ჩვენ დაობდით, დავრჩით ისე, არ იქნება სწორი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ მათი ხასიათიდან გამომდინარე, მათი პიროვნებებიდან გამომდინარე, ისინი გულხელდაკრეფილები არიჯდომებიან და შეეცდებიან, ამ ახლა წარმოიდგინე, მე რომ ახლა გავიდე ახლა ამ ქვეყნიდან, ხო?
როგორ შეიძლება წავიდე და იქ წნარა გაგანვისვენო, ხო? თუ გასაგებია როგორ თუ რამის გაკეთება იქიდან შესაძლებელი იქნება, გასაგებია უნდა გავაკეთო, ხო? ხო იქნებით ხოლმე მამა, მაინც ჩემთან რო დაგელოდებით. ხო. მე თუ იქ ვიქნები, იქ წავიყვანოთ გადაცემა. ის ანუ შენ უნდა ამაში ადამიანის ბუნება, რომ ადამიანი რომელიც ანუ რა ხდება, იცით? ჩვენ როგორებიც აქ ვართ, ეს გარკვეულწილად ჩვენი სულიერი მდგომარეობა განაპირობებს. და ამიტომ სული როცა ზოგს გონია, რომ იქ სული ყველა ერთნაირი სტანდარტული არა. აი როგორიც პიროვნება ხარ აქ ხო გარკვეულწილად იქაც ქარიზმა მოყვება და იქაც ის არის. ამიტომ ადამიანი რომელიც მზრუნველი არის, ესეც უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ერი, თავისი მრევლი, ხო? ის მაგს აკითხებს ამ ყურადღებას მაგს. აი როგორც აი ხვალ სპირიდონ ტრიუმფუნტელი სიტყვა დავით აღმაშენებელს სხვა რაღაცას თხოვს სპირიდონ ეგრე არის, ხო? ხო. და რა თქმა უნდა ისინი რა თქმა უნდა იქიდან შეძლების თავისი აი რაც დაშვება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ამ დედამიწაზე რომ მოვედით ეს გზა ჩვენით უნდა გავიაროთ. და ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ვერ გააკეთებენ, მაგრამ იქ სადაც რამდენიც რესურსი არსებობს, რამდენიც დაშვება იქნება, რომ აი შეიძლება რომ დავეხმაროთ და ამით საქმე არ გავაფუჭოთ, რომ ჩვენ მე ეს არ ჩაგვეთვალოს, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, რომ ეს ჩვენი ღვაწლი არის. აი ეს წახმარება, პატარა რაღაც ხელისკვრა ხო ყოველთვის იქიდან იქნება და ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ მე-40 დღეს ესენი შეერთებიან იმ ზეციურ საქართველოს. ისე გული მწყდება მამო, ეხლა მაგის შევსება, აი ურთულესია ჩემი ადამიანურ სისუსტეს გეუბნებით მამო, ის რომ აი ჩემი ყველა რესპონდენტი ჯერ აი მამა თეიმურიდან მოყოლებული სულ მგონია ხოლმე. მამა თეიმურაზი რო იყო ჩემთან ბოლო ეთერი ჩემთან ქონდა და სულ აი რა ვიცი რომ აი აქ ვეძებ ხოლმე რომ შემოდი ხა მამა აკაკი რომ მოდიოდა მამა აკაკი არ დაგამახსოვდეს შანსი არ არის რა ეს იყო რაღაცა არაჩვეულებრივი აი რა ვიცი მე მსგავსი ადამიანი იშვიათი მინახავს და აი სულ რაღაცა რომ შემოდიარ სულ მაგ სკამისკენ ვიყურები რომ მეთქი აი იქნე და ის აქაც არის რა კიდევ ერთი სასაცილო ისტორია კი მოხერით გეხეთებით შენი მამა აკაკიზე მეოფე კონსტანტი ძალიან ისეთი თავდაბალი და თვინიერი კაცი იყო და მე 79 წელს როცა ჩავიცვი სტიხარი და რაღაც ისე მოხდა 79 წელს ჩაიცვა წარმოიდგეთ მე დაბადებული ისე მოხდა რომ რამდენიმე დღესასწაული ერთად დაემთხვა და მაშინ წამყვანი სტიხაროსნები აი ეს ბუმბერაზები რომელიც თქვით რა მამა ელისე მაშინ რევაზი სიხარულიძე მაშინ მეოფე დიმიტრი მაშინ იღო ჭაბუკა შიოლაშვილი ესენი იყვნენ აი ეს ბირთვი იქიდან წამოვიდა ეს მთელი ჩვენი სიხაროსნობა ჩვენ მათგან ვისწავლეთ ეს ყველაფერი ხო და ისინი ვერ მოვიდნენ და თხოვეს და პატრიარქიც არ მსახურებდა და მეუფე კონსტანტინე და ჩამოსულიყო ხო და მაშინ მე აი ეს მანტია მათევალებს ხდელთავარი შემოდის მანტია უნდა ჩააცვათ მე ასე თავზე შემოვატარო მაგრამ ის სპეციალურად უნდა მოამზადო ხო და შემობზანდებას არა მეუფე კონსტანტინე პატრიარქი თორემ უკვე რამდენ დღესასწაული იყო პატრიარქმა შეასრულა და მეუფეს მაშინ მაგიღო ქორეპისკოპოსი მას დაავალა რომ მას უნდა ჩაეტარებია სიონში და მე დავხდი მანტიით და ეს მანტია არასწორად მოვამზადე იმიტომ რომ აქამდე მე სხვა როგორც სიხაროსა სხვა რაღაცები მევალებოდა და პირველად აკეთებდი უფროსის ტეխოსენ და რაღაც ამერია და ეს მანტია ხო ძალიან დიდია ჩავუცვი გადმოვატარე და მთლიანად დავკარგე მეუფე ამ მანტიაში ხო და ასე ვეძებ უკვე მთლიანად და მეუფე აღარ მანტიაში დაიკარგე და აკაკი დგას ვეღარ მოიწვია მოვარდა და რას უშვებით მამა ჩემსო და პატარა იყო შირო ხო ახალგაზრდა იყო ნუ ჩემზე უფროსი იყო და
რას უშვებითო მამაკებს და მოვარდა და ერთად მე გამოვწიეთ ეს მანტია და სწორედ შევოსეთ და მეუფე კონსტანტინე ისე მორჩილად შვიდად ელოდებოდა სანამ ჩვენ ხო ექსპერიმენტებს თავდაბალი კაცი იყო ძალიან და ძალიან ისეთი და წარმოვიდგინე ეს კაცი დაუკარგე იმანტიაში და ერთგული მამა როგორი შვილები გაზარდა ხო ეპისკოპოსი იყო და მე მახსოვს და აი ასე წყნარად შვიდად რა მე კიდე რაღაც ექსპერიმენტო და ბოლოს უკვე ვეძებ მე უფესად არის მანტი იმ ხმარა მოუღია და ბოლოს აკაკი მოვარდა და რას უშვებიო მამაჩემს ხო და ეს არის მე ერთობლივი ძალებით ეს ესიც აკაკი ერქვა ხო მამა აკაკის ხო საინტერესოა ხო არადა დიდხანს ელოდა გვიყურებდა ჩვენ რომ ელოდა რომ რაღაც ჩვენ სიტუაციას გამოვთვით რომ ხალხი დგას ბრეული ანუ საღამოს ლოცვარი 6 საათზე და ჩამობძანდა და კარებში დავხვდით იმანტი და აკაკი დგას უყურებს ბოლოს ვეღარ მოიყვინა მოვარდა რას უშვები მამაჩემს და ეს არის 1980 წელი არის ხო და როცა ესეთი რაღაცა მომივიდა მეუფესთან მე ბოდიში მოვიხადე და არც კი შეამჩნია მეუფემ რომ მომეუთხარი რომ მეუფე მე აი მანტია პირველად ისე ისინი რომ ძალიან იოლად აკეთებდნენ მე ვიფიქრე რომ ესე ძალიან ადვილია მაგრამ თურმე იმას წინასწარ მომზადება საჭირო მე თავზე რომ გადაატარო და თუ წინასწარ თუ არ მოამზადებ ხო მე მე ასე იგი არასწორად გავამზადე ეს მანტია და ასე აკაკი საწყალი უყურებდა როგორ ექსპერიმენტებს ვატარებდი მე ამ მანტიით მამა თუ შეიძლება პატრიარქის შესახებ მოგაიხსენოთ აი ეს ხო საერთოდ იცით მაგდალენით აი პატრიარქი არის მართლა იცით აი ხლა რომ აი ძალიან დიდ რაღაცას რომ მოკიდო ხელი ვერ იმას იზავ ვერ ანუ ეს ისეთი თემა არის რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ის არის პატრიარქი თვითონ იმდენად მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო რომ მის და იმდენად ნიჭებით იყო დაჯილდოვებული ეს ადამიანი არის დაჯილდოვებული იყო და დაჯილდოვებული რომ რა თქმა უნდა მისი სხვადასხვა მხარეები ნუ ჩვენ ზოგადად გავიხსენებთ მაგრამ ამოუწურავ მაგრამ თავარი იცით რა იყო რომელიც აი პატრიარქი იყო ჩვენი პედაგოგი ანუ გლობას მაშინ საბჭოთა კავშირის დროს საიდან უნდა გწოდნოდა მე ჩემს საგვარეულოში არავინ სასულიერო პირი არ მყავდა ხო საიდან უნდა ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო ვინც ნახე და ესე იგი აქედან გამო მაგრამ მე მანდა ჯერ მინდა მაინც გავიხსენო მოკლედ მისი ღვაწლი აქ მაგ ადრეც ნათქვამი ვისაც არა მოსმენილი რომ 1963 წელს უკვე პატრიარქმა მოახერხა მე მინდა გითხრათ რომ იცით შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ იყოს მნიშვნელოვანი მაგრამ პატრიარქი ყოველთვის ძალიან ზრუნავდა რომ განათლების დონეზე აწეულიყო ეკლესიაში. თორე თვითონ რო იყო ძალიან დიდი განათლება მიიღო, მან სხვათა შორის აკადემია დაამთავრა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ანუ როცა მან დაამთავრა სასულიერო აკადემია, მან ის კი არის საქმე, უბრალოდ კი არ დაამთავრა დიპლომით. დაამთავრა როგორც ღვთისმეტყველების კანდიდატი. ანუ იგიცით როგორ არის, შენ შეგიძლია დაწერო სადიპლომო შრომა, მაგრამ თუ გაქვს შენ ძალების იმედი გაქვს და ნიჭი გაქვს, შენ შეგიძლია თქვა რომ მე არა სადიპლომოს არ დავწერ და დავწერ პირდაპირ საკანდიდატოს. ეს სხვათა შორის იშვიათი მოვლენაა საბჭოთა კავშირში არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ასეთი ის არ იყო შემდა ჯერ დაგეცვა დიპლომი და მერე უკვე გამხდარიყავი ისა რა ქვია დოცენტი ასე შემდეგ და მერე უკვე დაგეწერა საკანდიდატო და პატრიარქმა ისე ისაქნა რომ რამდენად მე ვიცი რომ უკვე მეოთხე კურსზე როცა იმყოფებოდა სასულიერო აკადემიის
მან არ იმიტომ რომ ბევრს სადიპლომოს დაწერას უჭირდა. პატრიარქმა დაწერა საკანდიდატო და სხვათა შორის მე რამდენადაც ვიცი პატრიარქისგან ის დატოვეს იქ პროფესიულ სტიპენდიატად და ის ლექციებს კითხულობდა აკადემიაში და სემინარში, მაგრამ მე ეფრემამ გამოითხოვა, იმიტომ რომ ასეთი კადრის იქ დატოვება არ შეიძლებოდა და მაგრამ იქ კითხულობდა, ანუ პატრიარქისთვის აი ეს მას ძალიან კარგად ესმოდა, რას ნიშნავს განათლება. და რა თქმა უნდა 63 წლამდე მე მინდა გითხრათ რომ არ იყო რა თქმა უნდა ის დონე არ იყო ჩვენთან ეკლესიაში იმიტომ რომ განადგურებული იყო ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებამ ლენინმა პირველ რიგში ყველაფერი გააკეთა რომ მე მინდა გითხრათ რომ მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ ზუსტად მასალებიდან მინდა პირდაპირ თქვა რომ ძირითადად სასულიერო პირების ბერმონაზნების სისხლი არის ლენინის ნამუზე და ლენინის ძალიან არიან ხო ლენინის დროს არიან დახვრეტილები მთელი ძირითადი 90% თუ ვინმე დაშავდა სამღვდელობა ეს იყო ლენინის დროს მოხდა და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა პრაქტიკულად თანაც ნადგურდებოდა როგორც ცოდის ტარებელი ასევე ის წიგნები გატანილი იყო ეს წიგნები დაუშვათ სასულიერო აკადემიებიდან სემინარიიდან ბიბლიოთეკიდან პირველ წიგნები გაქონდათ რაღაცას წვავდეს რაღაცას თავის ფონდებში გადაქონდათ და ამიტომ რა თქმა უნდა განათლების დონე ძალიან დაბალ დონეზე იყო და ამიტომ პატრიარქის პირველი ყველაზე დიდი ზრუნვა იმიტომ რომ სულიერობა მოდის განათლებასთან ერთად კი არიან დაუშვათ ადამიანები რომლებიც შეიძლება გავათლებელი იყოს და მაგრამ ძირითადად ეს სულიერობა მოდის ამიტომ პატრიარქმა გააკეთა ასეთი სვლა ასე მოჭადრაკეები ამბობენ ამას ხოთკანიომ ესეთი ძალიან ისეთი ძლიერი სვლა გააკეთა რომ 63 წელს ეს არის ხრუშჩოვის დრო როცა ხრუშჩოვმა რუსეთის ტერიტორიაზე დაკეტა სასულიერო სემინარები და აკადემიები და ტაძრები დაკეტა ხრუშჩოვმა მოინდომა რომ ისევ აი ეს ლენინის აი ეს ისა ისევ გაეძლიერებია და ეს წნეხი ეკლესიაზე და დაიხურა და აი იმ დროს როცა ხრუშჩოვმა დახურა აი ეს სემინარი რამდენიმე სემინარია და აკადემია აი დაუშვათ ლენინგრადის აკადემია იცით რატომ გადარჩა ნიკოდიმოსი ვინც იყო იმდროინდელი მიტროპოლიტი ძალიან ესეთი გამჭირეხი ადამიანი იყო და ადგა და ეფიოპიდან მიაწება ხო არ ეფიოპიდან ჩამოიყვანა სტუდენტები ხო ერის წარმომადგენლები რომ საბჭოთა კავშირში ძალიან ესეთი ტრენდი იყო რომ აფრიკიდან კანიანები აფრიკიდან რომ ჩვენ აფრიკას ვეხმარებით რაღაცა და პრაქტიკულად როცა მოვიდნენ და ეს ლენინგრადის აკადემია უნდა და სემინარი უნდა დაეხურათ ნიკოდიმოსი მეუეს აგერ ეფიოპელი აფრიკელი სტუდენტები ყავს და რა უხო და აი ამან იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნუ შეიძლება სხვა რაღაცებიც იყო მაგრამ მე როგორც მომიყვეს იქაურება ვინც პირადად იცნობდა მეუფე ნიკოდიმოს ხო რომ ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი რის გამოც ლენინგრადის აკადემია და სემინარი არ დაიკეტა იმ დროს და აი იმ დროს პატრიარქი ახერხებს და ჯერ დაარქმევს ამ სიტუაციას როგორც ესენი რელიგიური კურსები რომელიც ძალიან ისე ლამაზად გადაიზარდა სასულიერო სემინარიაში და პირველი რექტორი იყო და თვითონ იქ საგნებსაც კითხულობდა და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა გითხრათ ბოლო მომენტამდე როცა აი მის მოღვაწეობაში წითელი ხაზით აი როგორც აი მოყვება ესე სულ მოდიოდა მისი ზრუნვა სწავლა განათლებისკენ და მე მახსოვს მაშინ ვიყავი სტუდენტი როცა პატრიარქმა იმ დროს ეს უკვე გასაგები უკვე ბრეჟნევის დრო იყო მაგრამ პატრიარქმა იმდენი მოახერხა ჩვენ მაშინ მცხეთაში ვიყავით აი სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე ის სანახევროდ იქიდან სამშობიარო იყო აქე დედები ცხოვრობდნენ და კიდე ჩვენი სემინარია იყო და პატრიარქმა მოახერხა მოსკოვიდან ჩამოიყვანა კომისია
და იყო მოსული, ჩვენ მაშინ ლექციები გქონდა. და აი ეს მოსკოვიდან ვიღაცა მაღალჩინოსანი იყო, ძალიან მაღალჩინოსანი და საქართველოსაც ახდათ ვიღაც პიროვნებები და патриархმა რო თქვაო, вот в Советском Союзе какое еще учебное заведение находится в таком состоянии. და დაათვალიერებინა რა მდგომარეობაში იყო და ეს იყო 81 თუ 2 წელი ახლა მე აღარ მახსოვს. და კი, იმ დროს ჩამოიყვანა ეს. იმ დროს მოახერხა და საერთოდ იმ დროს მათი გაღიზიანება ეს იყო საკმაოდ საერთოდ, მაგრამ მოახერხა ჩამოიყვანა ეს კომისია და როგორც შედეგი იქ დათესილი, ანუ პატრიარქი იცით, აი მე მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი ძალიან შორს ხედავდა. მე როგორც ჩემი მოჭადრაკე წარსულით მას ვადარებდი, აი მოჭადრაკეს, რომელიც იმდენ სულას წინასწარ ხედავს, რომ ჩვენ ვერ ხედავდით, იმიტომ რომ პატრიარქი როცა რაღაცას გააკეთებდა, ეხლა მე ვფიქრობდი, ну, მაშინ მე ხო ვიცოდი, რომ როგორი უკეთური ის არის ხელისუფლება იმ დროს რელიგიის მიმართ და რაღაცისა, მაგრამ აი იმ დროს დათესილმა უკვე 88 წელს ეს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო. ჯერ 88 წელს ჯერ საბჭოთა კავშირი იყო, ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი შენობა თბილისში, სადაც გაიხსნა სემინარი და უკვე აკადემიაც და მე პატრიარქმა იმდენი მოა და თქვენ იცით რომ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებაზე რაოდენობა იყო შეზღუდული. ანუ შეიძლება კურსზე რო ჩაებარებეთ 10 კაცი. და ეს სპეციალური მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიათა რწმუნებელი იყო და ის აკონტროლებდა იმას. მაგრამ პატრიარქი ყოველ მისაღებ გამოცდებზე ჩამოდიოდა და იმდეს მოახერხებდა, რომ 15 სტუდენტს მიიღებდნენ 10-ის მაგივრად. ამ დროს აი პირდაპირ იყო აკრძალული, რომ 10 და მაგრამ პატრიარქი აი იმდენად ახერხებდა აი რაღაც სწორ ურთიერთობების დამყარებას იმ ადამიანებთან, რომ დამატებით 5-15 სტუდენტს მიიღებდნენ, აი ჩემ დროს ესე იგი მიიღეს, ანუ პირდაპირ იყო გამოცხადებული, რომ 10 კაცი, მაგრამ მიიღეს 15. და მე კიდე რა გააკეთეს? ვისაც ჰქონდა უმაღლესი დამთავრებული, ხო არ შეძლებოდა პირველ კურსზე მიიღო 10. პირდაპირ მეორე კურსზე დასვეს ისინი. რომ ახალი ისიც შეესწრო. და გამოვიდა რომ მეორე კურსზე დაემატა კიდე, მაგრამ ხო არ ჩანდა რომ პირველზე, ხო? ანუ რამდენიმე ადამიანი დასვეს მეორე კურსზე. აი მე ამას ვეძახდი ასეთი მოჭადრაკებს აქვს ასეთი გამონათქვამი, ხო тканიო აკეთებდა ყოველთვის რაღაცა რომ აი მეტი აი მისი მთელი ზრუნვა იყო და მე უკვე 88 წელს როცა გაიხსნა სასულიერო აკადემია, თვითონ იმ წელიწადს მე ჩამოვედი ზუსტად ლენინგრადიდან და მეც წელს დავენიშნე იქ ლექტორად იმ აკადემიაში და სემინარიაში. ხო არ გახსოვთ პირველი რომელიც სასულიერო პირი იყო თქვენი სტუდენტი? აი ესეთი რომელიც აი იქ რაღაცა აი დაგამაი რომელიმე მეუფეა რაღაცა. კი მეუფე რამდენი? აბა რამდენი? მაგალითად. მე გეტყვით ჩემთან გამოცდას აბარებდა მეუფე დავითი მახარაძე, ხო, ალავერდელი. ხო, მეუფე მერი არკადი ეხლა მეუფე რომელი იმის პარტია? მელქისედეკი. მელქისედეკი არის ჩემი ისა, ფაჩუაშვილი არის ჩემი ყოფილი სტუდენტი. ხო, და ასე რომ კიდე ხო, ზენონი, მეუფე ზენონი. აუ რამაგარი ის იყო რა ქვია დრო და რამაგარი ის იყო. აი იმ დროს ვინც იცისა. ხო და მაგრამ ახლა ჩემზე არ არის აქ საუბარი, მე მინდა ის გავიხსენო რომ პატრიარქი ყოველთვის და ესე იგი სულ რაღაცნაირად ყურადღება იყო ამ სასულიერო სკოლების მიმართ. სულ მოდიოდა, ესწრებოდა გამოცდებს აუცილებლად და მე იცით იმდენი მოახერხა, ну ჩვენ ვიცით რომ საერთოდ სემინარში და აკადემიაში სწავლობენ მამაკაცები. მაგრამ რომ ქალები არ დარჩენილიყვნენ და მათაც ქონოდათ განათლება, ეს იგი გაიხსნა ანთროპოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც ძირითადად 85-90% ქალები სწავლობდნენ.
და მათგან მე სხვათა შორის ძალიან ბევრი დამთავრებული ჩემი ყოფილი სტუდენტებიც კი მე წავიდნენ და სკოლებში სანამ დაშვებული იყო ის საღვთო ჟიურის სწავლება ისინი მუშაობდნენ ანუ ეს იყო ის ვინც მე თბილისის სკოლებში პედაგოგებად იმუშავეს ანუ მაგხრივ და პატრიარქს სულ ქონდა ასეთი სურვილი რომ რაღაცა მეცნიერული სწავლა მიმდინარეობდეს პატრიარქმა მოახერხა რომ საუკეთესო ლექტორები უნივერსიტეტიდან მოიყვანა ზექალა იყო ჩვენთან მე რამდენი ხარ ხო ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩვენთან ცნობილი ესეთი ლექტორები უნივერსიტეტიდან რომლებიც ასწავლიდნენ ჩვენთან სხვადასხვა კიდე მამო 10 წუთი გახდა დარჩა და ხო რა გიხოცები რომ გაიხსენო მე არ მინდა ხო უიმე ხო და მე მინდა გითხრათ რომ და აი ეს მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ პატრიარქი იყო დაჯილდოვებული და როგორ გავარდათ რომ აი ესე პატრიარქი იყო დაჯილდოვებული 48 წელიც ეგრე გავა ესე იგი ძალიან კარგი ხატწერი არის მას აქვს დაახლოებით 20-მდე ხატი დახატული დაწერილი ხატი ბოდიში დახატული დაწერილი და ერთ-ერთი ხატი მართლა იმიტომ კი არა სამების ხო პატრიარქი აი ჩვენთან ტაძარში აი სულ რაღაცა ურთიერთობა მაქვს აი ამ ხატთან პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატი თქვენთან კიდია ტაძარში ორიგინალი არა ორიგინალია ასლი ორიგინალი ძალიან დიდი პატივი იქნებოდა ჩვენი ტაძრისთვის მაგრამ ასლი და იცით მიუხედავად რომ ეს იყო ასლი არის ხატები რომელთანაც მე ურთიერთობ ხო და აი ამ ხატთან სულ მქონდა რაღაცა აი ტაძარში რომ შემოვდიოდი პირიქში როგორც აი იმასა მაგნიტივით მიზიდავდა აი ეს ხატი ძალიან ისეთი და მაგრამ მე რა მახსოვს პატრიარქი ხარაჩოებზე მახსოვს 80-იან წლებში მე მახსოვს როგორ თავის ხელით დახატა ესე იგი თამარ მეფის ხატი დიდუბეში თავისი ხელით მე მახსოვს რომ სიოში ერთხელ შემოვედი და იქ ხარაჩოებზე იქ ლოცვისთვისისა და ხედავ პატრიარქი ზემოთ ხარაჩოებზე არის და ვინც მოხატა სიონის ტაძარი მასთან ერთად და იქ რაღაცა თვითონაც სხვადასხვა სიონშიც აქ დახატული ესეთი რაღაცა არ ახსენებენ მაგრამ მე მახსოვს რომ აი აქეთ მხარეს როცა შევდივარ თავარანგელოში ხო აი იქ მე მახსოვს პატრიარქი ფუნჯით რაღაცებს ხატავდა აი და ანუ პატრიარქი ხარაჩოებზე და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ნამდვილი პატრიარქი რომ ხარაჩოზე რო ნახავ ხარაჩოზე რო ნახავ პატრიარქს ხო სამხატვრო ხარაჩოზე და მე მინდა გითხრათ რომ მე ხატრობაში ერთი არის როცა შენ ხატავ ხატს ჩვეულებრივად დაზგური და მეორე როცა შენ ხატავ კედელზე ეს ერთი და იგივე არ არის აი არიან ადამიანები რომლებიც შეუძლიათ რომ დახატონ დაწერონ ხატი ჩვეულებრივად ხატი რაღაცა დაუშვათ ნუ 70-80 ან მეტრა-ნახევარზე მაგრამ აი დიდი კედელზე ეს ცოტა კიდე სხვა ნიჭი უნდა კონდეს ხო მე რა თქმა უნდა ჩვენ პატრიარქი გვახსოვს როგორც სხვათა ძალიან პატრიარქს აქვს აბსოლუტური სმენა ძალიან მაგარი აბსოლუტური სმენა აქვს პატრიარქს და იმის გარდა რომ ძალიან მაგრად გალობს და მუსიკა აქვს დაწერილი ავე მარია კირიე ლეისონ კიდე რამდენიმე ის აქვს დაწერილი და ეხლა უცბად ახლა რომ ნახე რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა ცოტა დავიძაბე და რაღაც ავირია და თორემ ძალიან ბევრი ესეთი ძალიან მაღალი დონის მუსიკა აქვს დაწერილი მაგრამ მე მინდა პატრიარქი გავიხსენო პირველ რიგში როგორც მასწავლებელი ანუ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ის წლები როცა მე დავდიოდი და აი ამ ადამიანისგან იცით პირველში რა ვისწავლე აი მე ყველაფერი რაღაცა მაგრამ ყველაზე დიდი რაც ვისწავლე ეს თავდაბლობა და პატიება ეს მე ვისწავლე პატრიარქისგან ხო მე მშობლები ძალიან ამბიციურები ყავდა და მეც ასე თუ ისე რაღაც დონეზე სანამ ეკლესიაში მივედი ამბიციური ვიყავი ხო და აი იქ მე მისგან ვისწავლე და დღეს თუ
აი რაში გამოიხატებოდა აი რაღაც მომენტები იცით რამდენი აი როგორც ოკეანეს შეუძლია რომ შთანთქოს ნებისმიერი დიდი საგანი აი რა შეიძლება შენ ჩააგდო ოკეანეში და ვერ შთანთქოს აი ისე პატრიარქის პატიების უნარი მე ხანდისხან იცით ნუ ახლა აღარ დავწვრილმავდებით მაგრამ აი მე რომ მეგონა რომ აი ახლა იქნება ძალიან სერიოზული სასჯელი ეს იქნება ძალიან სერიოზული საკადრო ისე იქნება ძალიან დიდი საყვედურები და უცბად თავდებოდა ძალიან ისეთი პატიებით და აი მე აი იგვის აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა რაც იყო ქრისტიანობაში რაც მე პატრიარქისგან გადავიღე ეს იყო მისი პატიების უნარი როცა ის ირგული ხალხს პატიობდა ძალიან დიდ რაღაცებს პატიობდა და მე და იცით როგორი თავდაბალი ადამიანი იყო ერთხელ მე მახსოვს პატრიარქს უყვარს როცა პატრიარქი მოდიოდა ლოცვაზე და ტირვაზე აუცილებლად ძალიან სუფთა სანთელი უნდა ყოფილიყო ის პატრიარქი არ ცნობს პარაფინ გარეულ სანთელს ამიტომ მის ტირვალოცვის დროს უნდა ყოფილიყო სუფთა თაფლის სანთელი უნდა ყოფილიყო რომელიც ინახებოდა საწყობში ამ საწყობის გასაღები ჰქონდა ორ თანამშრომელს იქ ვინც მუშაობდნენ ერთი მონაზონი იყო მეორეც ისე იყო და ეკონომოსი იყო და მე მივედი და მაგრამ რაღაცა ერთმანეთში რაღაც ცოტა ცუდ დამოკიდებულებაში იყვნენ და რომ მიხვიდოდნენ ხო ვინ უნდა გააღოს და ვინ უნდა გადმოგვცეს იმას ეზარებოდა ამას ეზარებოდა და ერთხელ მივედი პატრიარქი უნდა საღამოს ჩამოვიდეს ლოცვაზე და მივედი ერთთან ვამბობ რომ პატრიარქის სანთლებით ტრაპეზზე დასანთების სუფთა სანთელიო. არა, დღეს მე არ მევალება, იმას ევალება. ახლა სახელებს აღარ ვთქვი. რაღაცა მივედი იმას არ თქვა, მე არ მევალებამდე და ერთი ხუთჯერ მე აქეთ-იქით ვიარე ორ პიროვნებას შორის და ბოლოს ნახე რომ ვერაფერს ვერ გავხდი. დავბრუნდი საკურთხეველში მაშინ პროტოპრესვიტერი იყო მამა გურამი შალამბერიძე ახლა მეოფე გიორგი შალამბერიძე ჩვეულებრივი ადამიანი ხო მაშინ მაგი იყო პროტოპრესვიტერი და უთხარი მამა გურამი მე ვთქვი და მოუყევი ეს სიტუაცია და მამა გურამიც იცოდა ეს ამბები ძალიან კარგად და მითხრა აი ახლა ადიო პატრიარქთან და ყველაფერი მოახსენეო აი ეს ის არის კურთხევა მომცა რა კი პროტოპრესვიტერის კურთხევა ავედი შევედი რეზიდენციაზე მივედი პატრიარქთან წავიკითხე ლოცვა მის კაბინეტთან მან თქვა ამინ შევედი და ასე ნუ კურთხევა ავიღე დავიჩოქე ყველაფერი და უთხარა ესეთი ძალიან დიდი იმით მორიდები და რომ აი უნდა შეგაწუხოთ აი ასე თქვენ ახლა რომ ჩამობძანდებით სუფთა სანთელი არ დახვდებათ იმიტომ რომ ეს იმასთან დავიხარავსულიყავი იცით როგორ შემცხვა პატრიარქი რაღაცა იჯდა და წერდა ადგა გამოვიდა თავისი კაბინეტიდან გამოვიდა ჩავიდა პირველ სართულზე მივიდა იქ იმასთან სადაც კიდია გასაღებები მოძებნა ის საწყობის გასაღები გამომყვა მე თვითონ თავისი ხელით გააღვი საწყობი შევიდა მე შევყევი მითხრა აი ამ თაროზე აძველი და მიხავძველი და იქიდან ავიღე სანთლები და მივიტანე და ესე იგი მოვკვდი რომ მე ვთქვი იმ დროს ესე იგი პატრიარქ ადგა და ვიღაცა მესაწყობის ის შეასულა ხო შეიძლება დაებარებია და ტყავი გაეწრო ეთქვა რას ქვია შენ რას პირდაპირ გევალება იქ თქვენ რო ერთმანეთში რაღაცა გეზარებად რაღაც ისა და აი ხმარა მოუღია წყნარად მორჩილად მე რომ მოვედი ეს რო სანთლები მოვიტანე დავჯექი და ნუ ჩემთვის მაშინ ეს შოკის მომგვრელი იყო და ამავე დროს ვფიქრობდი რომ აი რა დიად ადამიანთან გაკურთიერთობა რომ აი ასეთი თავდაბლობა და აი ასეთი ისა და ნუ მე მახსოვს ჩემი 35 წელი ხო აბა ეხა რომ ვინმეს გაუბედო ეგ თავი და ერთი მოგიყვეთ ეს ჩემი პირადული არის კი აუცილებლად მიდით მე 91 წელს შვილი მეყოლა თქვენში როგორი ავარეული პერიოდი იყო რაღაცისა და რომ პატრიარქი შემოძუსტად შაბათი დღე არის და რომ გაიგო რომ მე ბიჭი შემეძინა რაღაცისა და დამიძახა და რო გაიგო რო ბიჭი ხო მე თქვა საუბშოში არის
ჩაყო ჯიბეში ხელი ამოიღო და რა თანხა გადმომაწვეთ ბაჩუკ აი ესო შენო დახმარების მიზნითო მაშინ ხდელი ვიყავი ნუ ეს არის და ნუ მომცანო ძალიან ხო შემწვა მომერი და გავწეთი რაღაცა და ნუ მე რო გამოვედი და რო დავთვალე ზუსტად ის თანხა იყო რომელიც სამშობიაროში მოითხოვეს რომ მე მთელი მშობიარობის და აი ამ მომსახურების იმეში რაც უნდა აი ჯიბეში ჩაყო ხელი ამოიღო და ეს იყო ზუსტად ის თანხა აი შეიძლება ვიღაცისთვის სარაფერებას მაგრამ ჩემთვისაც დაუვიწყარი ამბავი რომ იმ დროს იმ მომენტში მგაჭა 91 წელია წარმოიდგინე სროლა უბედურება ასეთი ის არის და ერთ-ერთ ღდელს შვილი ეყოლა და ეს არ დატოვა ყურადღების გარეშე კი რა პრობლემა იყო რაღაცისა და მაგრამ ეს წარმოიდგინეთ გუმანით ესე იგი ამოიღო და ზუსტად ის თანხა მე რო წამოვედი იმ დღეს სამშობლო დღეს რომ აი ეს თანხა უნდა მოიტანო გასაოცრებია და ზუსტად ის თანხა მომსამე ჯიბიდან თან გაიგო რომ მე შვილი მეყოლა იქ უთხრეს რომ აი მამა გიორგის ბიჭი ეყოლა და აი ასე ეგრეთ აი ეს დაუყერო ჩაყო ჯიბილში და ამოიღო და მომაწვეთ და ის თანხა იყო აი ესეთი პატრიარქი ყავს და ესე და მე კიდე ეს არ მოყოლილი როცა ჩემ მოღვაწეობა დაიწყო მან მომცა მე რჩევა რომელიც მე ვერ გავიგე მაგრამ 10 წლის გავალობაში ყოველ დღე ნელ-ნელა მეხსნებოდა მე რამდენად ბძენი რჩევა იყო ანუ 10 წლის შემდეგ საბოლჯებში მან როგორ განჭრიდა და როგორ დაინახა აი ის რაც უნდა ყოფილიყო ხო მადლობა რა რჩევა მოგცა მე მაშინ შემდეგადაცემაში მითხარით კი ბატონო გელოდებით მამაო ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა რომ ხართ რა ვიცი ძალიან დიდი ღვაწლი გაქვთ საქართველოს ხო აი ესე ხდება ხოლმე და აუცილებლად დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად არ გადართოთ ძალიან საინტერესო კიდე ეთერ შემოგთავაზებთ